რამდენი მნიშვნელოვანია სოლიდარობა ახლა? ეს მოვიკითხავ აუცილებლად. კი ბატონო, ახლა კი არა, ყოველ ასეთ ჯერზე მე მესმის რომ შეიძლება საზოგადოება იღლებოდეს და რაღაცნაირად აი ზუსტად ამას ცდილობს ალბათ რეჟიმი, რომ გადაღალოს საზოგადოება და ყოველ დღე წინა დღეზე უარესი იყოს ამ ქვეყანაში, მაგრამ რამდენად აქვს მნიშვნელობა ყოველ ჯერზე რეაგირებას? ნამდვილად მნიშვნელობა აქვს და ზუსტად იმიტომ ვიღლებით, რომ რეაქცია არ არის ხოლმე საკმარისი. შეიძლება ვინმე მითხრას, რომ საკმარისად ბევრი ვიდექით რუსთაველზე, მაგრამ საკმარისად ბევრი არ ვჩებოდით გამთენიისას რუსთაველზე და მახსოვს მე დღეები, როდესაც დელისის მეტრომდე რო გვხვდებდა სპეცრაზმი დელისის მეტროსთან უკვე დაახლოებით 50 კაცი ვიყავით ხოლმე და იქ რო ყოფილიყავით 10,000 და 20,000 აქამდე ეხლა აღარ მოვიდოდით. მესმის რომ ბევრი დაზიანდა წამების მსხვერპლი გახდა, ზოგი საპატიმროში მოხდა, გავიგე ხა ეს სხვანაირად არ გამოდის, როდესაც 12 წელი მიცემს საშუალებას ასეთ კორუმპირებულ და კრიმინალურ რაღაცა სინდიკატს რომ მართოს ქვეყანა, მე მიდიხარ აქამდე, იმიტომ რომ მანამდე ძალიან დიდი ხანია ის ხალხის ნაწილი, რომელიც ახლაც კიდევ ქუჩაში დგას, უფრო რბილი როცა იყო ეს რეჟიმი და ჯერ ესეთი კონსოლიდირებული არ იყო და შიგნით კიდე ყავდა ესე ვთქვათ შედარებით სინდისის მქონე წევრები, იმ დროიდან მოყოლებული ზუსტად იგივე მოწოდებებით იყო ეს ხალხი და ვიყავი მეც, რაც ეხლა მაქვს და ახლაც ვთვლი რომ საკმარისი არ გაგვიკეთებია ჩვენ ეხლა იმისთვის რომ უკან დავახევინოთ, იმიტომ რომ მათ ეშინიათ ხალხმრავლობის, მათ ეშინიათ ისეთი ძალის, რომელსაც ვეღარ ერევიან და ეგეთი მომენტები გქონდა და სულ ცოტა ეგეთი მომენტი პირველი რუსული კანონის პირველი ინიციირების დროს ჰქონდა, როდესაც მიხვდნენ რომ არ ყოფნიდათ ეს კუნთმაგარი და ჭკუა სუსტი რაღაცა პიტბულები, რომ ჩვენი წამება დაეორგანიზებინათ და დაიხიეს უკან ერთი წელი მოვამზადებთ საზოგადოებრივ აზრსო და საზოგადოებრივი აზრი არა, მაგრამ უტრუკები მოვამზადეს რომ მე ვეცემეთ და ყოველ ესე ჯერზე აი როგორც იმისი რა ქვია პათოლოგიის გამომწვევი ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას იმუშავებს, ზუსტად ესეა თავის სამწუხაროდ ეს მაგას მაფიოზური რეჟიმი თავის შეცდომებზე სწავლობს და მე იმ ნახვეტებს რაც აქვთ, რაც ის სუსტრგოლებს აძლიერებს და სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება მე შეცვლა ამ რეჟიმის. კი ბატონო. ჭიდილი და საერთოდ ჯამში უნდა გავიაზროთ, რომ რამდენჯერაც ესე არასრულფასოვან მკურნალობას გავუწევთ ამ პროცესს, მივალთ იქამდე, რომ ყოველი შემდეგი მკურნალობის ეტაპი იქნება გაცილებით აგრესიული და მწვავე და რაღაც ბოლოს როგორც ქიმიოთერაპიის დროს ორგანიზმის დანგრევა უწევს ადამიანს, ხო? ესე მოგვიწევს ამ ქვეყნის შემოგვენგრევა ეს ქვეყანა საერთოდ ჯამში, იმიტომ რომ ბოლოს იმდენი ადამიანი იქნება გასვრილი, იმდენ ადამიანს ექნება მეორე ადამიანის სისხლში ან ცხოვრების დანგრევაში ხელი გასვრილი, რომ უკვე დასაკარგი ექნება ყველაფერი. შიში აქვს უკვე იმისი, თვითონაც ნათქვამია ეს შალვა რამიშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს, მე თვალები რო იშნენ პიანი ბაზარი რო ქონდა გადაცემა, რომ იმდენი სუდი გვაქვს გაკეთებული, ის გამოც არ დავსჭირვართო და ეს ხო არ არის მარტო მათი სიტყვები და ფიქრები, ეს ყველა წევრის ფიქრები არის, ვინც რაღაცა ზედაგოლში რეჟიმს ემსახურება. იქ არის ხალხი ქვევით, ქვედარგოლებში, რომლებიც რაღაც პარტიული წევრები არ არიან და ჩვენ წარმოდგენით ისინი შეიძლება ქართულ ოცნების ხარდამჭერებად შეიძლება წარმოგვიდგენია, მაგრამ თუ ჩვენ 2 წლის თავზე ვაჩვენებთ იმას, რასაც ახლა ვლაპარაკობ, ყოველ ჯერზე. აი რეაქცია არ გვაქვს, ადამიანის წამება ვნახეთ ტელევიზორში და რეაქცია არ გვაქვს ამაზე, ხო? შაბათის ფორმულაში გასული კადრები, მანამდე ერთი კვირით ადრე ვნახეთ ფორმულას მიერ გადაღებული კადრები გორში. პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გადმოსცეს თითქმის ჟურნალისტებმა, რომლებიც შემთხვევით შეესწრენ და ესეთი რაღაცები არ შემოიფარგლება ხოლმე რუსთაველზე მდგომი ხალხისთვის რა, ეს აუცილებლად, როდესაც პოლიციასთან ვისაც პოლიტიკური გემოვნება არ ესე ურთხას ქუჩაში ადამიანს ეს აუცილებლად სხვასაც მოუქნეს და ეს ნანახის გვაქვს როგორ ხდება და როდემდე უნდა ვიაროთ ამ წრეზე და ხო უნდა მივხვდეთ რომ რაღაც მომენტში რომ ამოცნობა ვისწავლოთ იმ დაავადების რომელიც ამ სისტემას და სახელმწიფოს ემართება ხოლმე პერიოდულად იმიტომ რომ გვერდზე რუსეთი ყავს მისი რბილი ძალა შიგნით ყავს აგენტებით მოფენილი ვართ და შესაბამისად რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ რომ ამოვიცნოთ ხოლმე სწორად და რაღაც ზეიმი კი არ დავიწყოთ და ცეკვა რაღაცა ერთი კანონის გაწევის გამო ხო ის უნდა მიგვეყანა იქვე ბოლომდე 2023 წლის მარტში უნდა დაგვემთავრებინოს. რომ ვეღარ გაებედათ მეორე ჩემობრუნება. კი ბატონო. რომ ვერ გაებედათ კი არა საერთოდ სახში რო წასულიყვნენ იქნებოდა სწორი გამოსავალი და დღეს აი 8 საათზე საღამოს დიდი იმედი მაქვს რომ თითოეული ექიმი აღიქოს ამას არა როგორც შეიძლება ვინმეს გოგი ჩახუნაშვილი ესე არ ემეგობრებოდეს და მეგობრად არ მიაჩნდეს ან შეიძლება საერთოდ არც მოწონდეს და არც უყვარდეს მაგრამ ეს არ არის ერთი მაგალითად ჩვენ მე და კოტესთვის მამა ხო ჩემთვის ჩემი მეგობარის არის უფროსი ლექტორიც იყო და ჩემი მეგობრის მამაც არის ხო სხვანაირი მოტივები გვაქვს მაგრამ ექიმებმა ის უნდა გავიაზროთ და ყველა პროფესიის ადამიანმა უნდა გაიაზროს ამ ქვეყანაში რომ
გადახედეთ უბრალოდ თქვენ დარგს ყველამ და სადამდე მოვედით პროგრესია იქ თუ რეგრესია არის თითოეულ თქვენთაგანს შეურაცხყოფებს აყენებს ყოველ ჯერზე რომ სამსახურში მიდიხარ და როდესაც ჩვენ ცოდნას და პროფესიონალიზმს ვერ იყენებ და კომპრომისების კეთება გიწევს ხარისხზე და ესეთ პირობებში გიწევს მუშაობა ესით ყველა პროფესიონალმა შეურაცხყოფად უნდა აღიქვას აღარ ვიზახი იმაზე რომ შენ კოლეგას რო გვერდით არაფრის გამო იმის გამო რომ ადამიანების დასახმარებლად იყო იქ ციხეში სვამენ 5 წლით და თან ამასაკის ადამიანს რომლისთვისაც ეს სიცოცხლის შესაძლებელი ღმერთმა დიდხანს სიცოცხლეს მაგრამ ეხლა მოუძებნე სპეციალურად 25 წლის მონაცემებით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 71.4 წელი და 5 წელი უკვე არის 75.4 და რამდენი წლის არის ბატონი 72 ხო შესაბამისად ეს უკვე ფაქტიურად იგივეა რასაც დახვენ რა მნიშვნელობა აქვს ხალხ ორ წამში მოკლავ ადამიანს თუ უბრალოდ დაელოდები როდესაც გამოკეტილში აქვს კოლეჯში ჩაკეტავ ხო ეს სათმევა ხო და რა შეჭირდება ეს სისასტიკე რეჟიმს აი ელენე ხოშტარიას кейსიც ხო გამოხატული სისასტიკეა ეს არის აი მართლაც ყველაფრის მიღმა იმიტომ რომ ადამიანს ვერ გატეხეს ვერ აიძულეს უკან დახევა ვერ გააჩუმეს და ართმევენ ჯანმრთელობას აი ეს არის რეალობა ხო ჭირდება რომ ამ პროცესში არიან ხალხი ინიციატორები ლოკომოტივები ესე დავარქვათ და ის ხალხი დღემდე დგას რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ და როდესაც ისმის ხოლმე რომ ლიდერი არ არის არ ვიცი ხა ისე ვიღაც ფულიან ტომარას ველოდებით თუ არ ვიცი რაღაცა ბელაც ველოდებით ძალიან არასწორია მაგ შემთხვევაში უნდა დაუსვათ საკუთარ ფიქრებს და აზრებს დიაგნოზი რა ის ხალხი ვინც იქ დგას ყველა ესეთი პოლიტიკური ლიდერი არ იყოს მაგრამ პროცესის ლიდერია 2 წელი რო ადამიანი ჯიუტად ერთი და იგივე იდეისთვის იქ გამოდის და დგას წვიმაში სიცივეში რა ვიცი 40 გრადუს სიცხეში და მიუხედავად იმისა რომ იჭერენ სულ ზოგს დახვდებიან ცემენტ და ასე შემდეგ ეგ ხალხია ვინც გთხოვს რომ გვერდში დამიდექიო ხო კაი ვიღაც პოლიტიკოსი არ მოგწონს მაგრამ ის რომ შენ ვიღაცა შენი თანამოქალაქის გვერდში ნოემბერში და დეკემბერში იდექი და იბრძოდი ხო იმასთან ერთად ის წინახაზე შენ გასაკეთებელსაც რო აკეთებდა და ეხლა ციხეში მინძის ყველა ისეთი ადამიანია რომელიც წინახაზე იდგა და ზუსტად ასეთ ადამიანებს იჭერენ რომ ინიციატორები აღარ ყავდეს პროცესს რომ დანარჩენი ვინ შეშინებულია ისედაც უკვე სახლში შეიყვანეს და დროზე უნდა მივხვდეთ ვინ არიან ის ხალხი ვისაც უნდა გვერდში დავდგეთ შეუძლებელია რომ ესე 500-მა ადამიანმა ამ ხელა რეჟიმს კონსოლიდირებულს რომელსაც რაღაც ავჭი 30 თუ 40000 ასე თოფიანი კაცი ყავს რომლებიც პოლიციელებს ეძახიან თავის თავს შეშინებულები რომ ყურმილს არიღებენ თავის საქმის გასაკეთებლად აქედან მინდა მივმართო რა ეს დავითი აი გვარი არ მახსოვს უბრალოდ ერთი 2 თვეა ურეკავ სხვადასხვა ნომრებიდან და ყურმილს არიღებს ვინ არის დავითი გამომძიებელია ჩემი საქმის თავდასხმის და სირცხვილია კი პროკურატურაში ვრეკავ და იქ მამის სამართებენ ამ გამომძიებელთან და აქ ნანახი მაქვს ამ გამომძიებელს დამთავრებული აქვს თავის საქმე პროკურატურის საქმე ხა და ეს პინგ-პონგში არიან რა აი ესეთ ხალხს ედგას წარმოიდგინეთ ისინი შეშინებულები არიან და ჩვენ თუ ისე ვიმდენი ვიქნებთ არ არის აუცილებელი რაღაც ხელჩართულ ბრძოლაში შევიდეთ რუსთაველზე ხო უნდა დავინახოთ რომ ეგ არ არის სწორი გზა იმდენმა ადამიანმა შეიძლება სხვა რაღაცა გავაკეთოთ გინდა რუსთაველზე გინდა სხვა ლოკაციაზე საქართველოში და თბილისში ხო და თუ გვინდა რომ ეს დავასრულოთ და თუ გვინდა რომ რაღაცა ღირსეული ცხოვრება დაბრუნდეს ამ ქვეყანაში და ექიმებს და რა ვიცი მასწავლებლებს იურისტებს ესე უმიზეზოს ციხეში არ სვამდნენ უნდა რაღაცნაირად ეს გავიაზროთ და რაღაც ხინკალ ხაჭაპურა იმათ რა პოპულაციათ არ უნდა გარდავიქმნეთ ნელ-ნელა რა ვიცი გაიხედეთ თქვენს გვერდით და მანქანებიდან ეს რაღაცა რუსული უგემოვნო რაღაცა ეგრეთ წოდებული მუსიკა გესმით და რესტორნებიდანაც და სხვა თავშეყრის ადგილებში ფაქტობრივად შემოგვისახლდნენ აქ რუსები ფიზიკურათაც და კულტურულათაც და სულიერათაც და ყველანაირად და მათ შორის ჩახედეთ 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სტატისტიკას გააანალიზეთ შიგნით რა ხდება და დაინახავთ რომ 8% მინიმუმ ისეთი ბავშვი არის 5 წლის ასაკამდე ეს იყო 2 წლის წინ ეხლა უკვე შეიძლება ცოტა შეიცვალა ეგ სტატისტიკა 2 წლის წინ ნახე ეს 5 წლის ასაკის ბავშვებში მაგ დროისთვის 8% იყო უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პატარა ბავშვი რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ეს ბავშვები 15 წელიწადში საქართველოს მოქალაქეები იქნებიან ხმის უფლებით და ალბათ აფიქრდით ერთი რომელი ქვეყნიდან იყო ყველაზე მეტი ეგეთი ხალხი აქ შემოსული და ნელა იქამდე მივალთ რომ ამ ქვეყანას დავკარგავთ და არ ვიცი რაღაცა თქვენ აი ჩვენი სახლის იქით უნდა გავიხედოთ რა ხდება სახელმწიფო თუ არ ვიგრძენით საერთო ჯამში დავკარგავთ ამ ქვეყანას რა და ნუ არ ვიცი მე უკვე ძალიან გვიანი იქნება არ ვიცი 21 წელს 24-ში 30-ში 35-ში როგორ ფიქრობდა ხალხი სამწუხაროდ ეს ოჯახებში სამზარეულოში რა ლაპარაკი მიდიოდა გული წყდებოდა რამაზე თუ არ წყდებოდათ მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რაღაცაზე გული დაწყდება თუ დღეს მოქმედებასაც დავიწყებთ ამას ვიძახით უკვე ბევრი წელია და ნუ ნელა მე მგონი საღად მოაზროვნე ადამიანი დაინახავდა რომ ამ წლების დინამიკა ზუსტად ის არის რასაც ვლაპარაკობდით და ეს არის რაღაც ალარმისტული და ისტერიული რა თქმა უნდა იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ამის მაგალითი როგორ ვითარდება ავტორიტარული სისტემა აგერ ჩვენ მეზობლად რუსეთი ხომ უბრალოდ ის გაცილებით
ძნელი ტემპით მივიდა იქამდე, სადაც მირბის ფაქტობრივად ივანიშვილი, ან მიარბენინებს კრემლი, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. უბრალოდ ის რომ პროცესები აქ ძალიან ფორსირებულია, ეს შესაძლოა ცუდიც იყოს, მაგრამ კარგიც იყოს, იმიტომ რომ მოკლე დროში საზოგადოება ხვდება, რომ ინტერვიუ შემომხდა აქციის მონაწილე შარშან წინდელი, რომელიც ამბობდა, რომ თუ ახლა არ გამოხვალთ ქუჩაში, მალე Facebook-ზე ვერ დაწერთ ვერაფერსო და იმდენად მალე ახდა ეს რეალობა, რომ ის ბიჭი გვახსოვს ვიზუალი იმ ბიჭის. ანუ ამას ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში თქვენ კი ამბობთ, რომ რეჟიმი და ეს ასეც არის ხშირ შემთხვევაში კონსოლიდირებას ცდილობს, მაგრამ იმდენად ძლიერია, რომ ის ვერ შეცვალოს საზოგადოება? არა, საერთოდ არ მგონია, რომ ეგეთი ძლიერია. უბრალოდ ეგეთი განცდა გვჩება, რომ რუსთაველზე რადგან კონკრეტულმა საპოლიციო ძალებმა რაღაც ტაქტიკური მოძრაობები ეგრეთ წოდებით დაამუღამეს და გვერევიან და ჩვენ უბრალოდ არ შევდივართ მათთან იმ სიმწვავის დაპირისპირებაში, რომ უკაცრავად ამას შეეწიროს ადამიანი, ხო? უბრალოდ რაც საღიაზრი გაგვაჩნია და სამოქალაქო დაპირისპირებას არ შეუწყობთ არავითარ შემთხვევაში ხელს სამწუხაროდ ამაზე ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები შარშანას წავიდნენ და შარშანწინაც ეგეც აწყობდათ, იმიტომ რომ როდესაც ცივილიზებული სამყაროს წევრი გინდა გახდე და ქვეყნში გინდა სამოქალაქო დაპირისპირება გაქვს, ან გექნება, ამის შანსიც კი გეკარგება. ნებისმიერ სცენარში მოგებულები რჩებოდნენ. იმ სცენარშიც თუ გვაწამებდნენ და იმ სცენარშიც თუ თვითონ კრემლს დატესტილი მეთოდი აქვს თან. აქ ერთმანეთის უნდა ვიხმაროთ და ამხელა მოცულობის ამხელა რაოდენობის ადამიანებით გაცილებით ჭკვიანურად შეიძლება მოქმედება, ვიდრე რაღაცა იმასთან წყლის ჭავლის მანქანებთან და კუნთმაგარ რაღაც პიტბულებთან ჭიდაობა. კი ბატონო. ბატონ გიორგი 8 საათზე აქციაზე, ხო? კი ბატონო. ხალათი გამზადებული მაქვს და ხო ყველა ჩვენს კოლეგას რომ კარგად ჩაიხედოს სარკეში და დაინახოს იქ ვის ხედავს. იქ ხედავს ექიმს, რომელიც არის ეს ავტონომიური პროფესია, რომელსაც წესით და რიგით ესე მარტივად არ უნდა ეშინოდეს რაღაცეების რა. რა ვიცი, სიკვდილს ვებძვით და იმისი არ გვეშინია და მოდი რაღაცა ეს რუსი პატარა მარიონეტები ვერ მოგვერევიან ნამდვილად. კი ბატონო, და თეთრხალათიანებს და არა თეთრხალათიანებსაც ელით, მათ შორის პაციენტებსაც, რომელიც 72 წლის ასაკში გოგი ჩახუნაშვილს ძალიან ბევრი უნდა ყავდეს და ასეც არის. კი ბატონო. რაღაც გასაკეთებელს გავაკეთებთ.